თურქეთის ქალაქ გებზეში 31 დეკემბერს ტექნიკური სპირტით მოწამლული 49 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 3 დღის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადმოიყვანეს, გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ პაციენტი ატონომიურ კომაში იმყოფებოდა და მისი გადარჩენის შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა. მალხაზ ხალვაშის ინფორმაციით, უკანასკნელი წლების მანძილზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეს ტექნიკური სპირტით მოწამვლის პირველი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ გებზეში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით საქართველოს 6 მოქალაქე გარდაიცვალა. ისინი თურქეთში ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდნენ. ტექნიკური სპირტის ინტოქსიკაციების შემთხვევები ჩვენთან დაფიქსირებული არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. რაც შეეხება კონკრეტულ პაციენტს, რამდენადაც მე ვიცი, თურქეთში იყო ეს შემთხვევა. პაციენტი ჩვენთან გადმოიყვანეს 29 იანვარს რეანიმობილით თურქეთიდან. ჩვენთან შემოსვლისას მისი დიაგნოზი იყო ატონიური კომა ტერმინალურ სტადიაში. შემოსვლიდან 3 საათის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.